ჟურნალ ბილბორდის ცნობით ბრიტანელი მუსიკოსის ჰოზიერის სადებიუტო ალბომი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში გამოვიდა, უკვე 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს კი დამწყები მუსიკოსისთვის დიდი წარმატებაა. ალბომის სინგლი სახელწოდებით Take Me to Church 2013 წლის 13 სექტემბერს გამოიცა. სიმღერა და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი რეჟისორი ბრენდან კენდია. 2015 წლის ბოლომდე 25 წლის მუსიკოსი მსოფლიოს ირგვლივ 50-ზე მეტ კონცერტს გამართავს. ცნობილ ამერიკულ ტელესერიალ ფრენჩი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მეტ ლებლანკი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე კინოფილმ Love Sick-ში შესრულებული მთავარი როლით წარდგება. სიუჟეტის მიხედვით მთავარ გმირს ჩარლის აქვს ყველაფერი, რაც კი ბედნიერებისთვის სჭირდება საყვარელი ადამიანის გარდა. ყოველი ახალი ურთიერთობა დაწყებისთანავე უიღბლოდ მთავრდება, რადგან ჩარლის უეცარი ნერვიული შეტევები აწუხებს. მორიგი გოგონას გაცნობისას მთავარი გმირი ყველა ღონეს ხმარობს სირთულეების დასაძლევად. მეტ ლებლანკს პარტნიორობას მსახიობები ელი ლართერი, ადამ როდრიგესი და ეშლი უილიამსი გაუწევენ. HBO ფილმსი ფილმის სახელწოდებით Bessie ტრეილერს აქვეყნებს. სურათის რეჟისორი დი რისეა. სიუჟეტი კი ლეგენდარული ბესი სმითის შესახებ მოგვითხრობს. იგი ამერიკელი ბლუზ მომღერალი იყო. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში სმითი ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელია. 1927 წლის 26 მაისს მომღერალი გარდაიცვალა. იგი 43 წლის იყო. თავად ბესი სმითს მხატვრულ ფილმში Queen Latifah განასახიერებს. სურათზე მუშაობა 2013 წლის ბოლოს დაიწყო. ბესის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 16 მაისს ტელეკომპანია HBO-ზე შედგება. Comunicatori